ისინი მალავდნენ და მალავენ მირია ქავთარაძის განხორციელებულ თავდასხმის ქმედებებს. ამიტომ ამ პირობებში ეს ყველა მოწმის ჩვენება არის არასანდო, არ არის გასაზიარებელი და არ უნდა მიიღოს სასამართლომ როგორც ობიექტური მტკიცებულება და იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ბრალდების მხარეს ჰქონდა ყველანაირი საშუალება, რომ შემთხვევის ადგილზე დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რაც არ განახორციელა, გამოეთხოვა ქორთიათ მერიოტის ჩანაწერი, რაც არ განახორციელა, მოეძიებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, რომელიც არ განახორციელა, დაეკითხა სხვა პოლიციელები, რომლებიც არ იქნებოდნენ მირიან ქავთარაძის ნაცნობები, რომელიც არ განახორციელა, არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და არ დანიშნა მტკიცებულებაზე, გულისხმობ ერთადერთ ვიდეო ჩანაწერზე მონტაჟის კვალის დადგენის მტკიცებულება. რაც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პრაქტიკად არის დანიშნული. არ ამოიღოს საბას, როცა ვაბრალებთ, რომ საგანი ჩავარტყიო, ამოღებული არ არის საგანი, ამოღებული არ არის საბას ხვითარიძის ტანსაცმელი. ამიტომ ხა ჩემთვის გაურკვეველია ამ სისხლის სამართლის საქმეზე როგორ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი იმ პირობებში, როცა ეს მტკიცებულებები იქნა საქმეში წარმოდგენილი. ერთი ისა ის რომ ხნედ იმიტომ არის საბა, რომ როდესაც სახელმწიფო გედავება იმ დანაშაულს, რაც არ ჩაგიდენია და ამავდროულად გედავება 7-დან 11 წელს სხვა არის და როცა თვითონვე უკან დაიხიეს იმ მოქმედებით, რომ 120 გადააკვალიფიცირეს, რაც 0-დან 3-მდეა. ეს უფრო ფსიქოლოგიურადაც მასზე მარტო მასზე არა ყველას გვიხარო და რატომღაც უდანაშაულო ადამიანის 0-დან 3 წლამდე გაშვება. სხვებსაც შეეხებათ სხვების პროცესის მიტკიცება ველოდებით მე მაინც მინდა რომ ყველას თურმე კრიმინალი ჩადენილა სადღაც პირველიდან 9 რიცხვამდე და ყველას ერთად ველოდები პირველიდან 9 რიცხვამდე გარეთ.